ხმაური იყო კოჯორში ყოფილ ბავშვთა სახლში სოციალურად დაუცველმა 22-მა ოჯახმა თელასის წარმომადგენლებს გზა გადაუკეტეს და ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს. სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ დენის დაგროვილი დავალიანების გადაუხდელობის გამო მათ დილიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, შესაბამისად არ აქვთ წყალიც. მათი თქმით, დახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვა ინდივიდუალური მრიცხველებით არ ხდება და 15,000 ლარამდე დავალიანების დაფარვას ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ. კოჯრის ბავშვთა სახლის მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან საღამოს აღუდგათ. ადგილზე იმყოფებოდა რაიონის გამგებელი ნიკა მელიაც. აქ 20 ოჯახს გვაქვს ერთი მრიცხველი, არ არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ამიტომ ჩვენ არა გვაქვს იმის უნარი და არც ვიცით ვინ რამდენი დავწვით და ამიტომ ელექტროენერგიას, დახარჯულ ელექტროენერგიას ვერ ვიხდიდით. რამოდენიმე თვის წინ მოვიდნენ ჩვენთან თელასის წარმომადგენლები, ჩაგვიჭრეს შუქი, მათი წასვლის შემდეგ ჩვენ კიოსკი გავტეხეთ თვითნებურად, შუქი აღვადგინეთ. ეს განმეორდა რამოდენიმეჯერ. დღეს ამ დილით მოვიდნენ ისევ წარმომადგენლები, ჩაჭრეს შუქი და კიოსკთან დააყენეს დაცვა. შუქი მთელი ეს 20 ოჯახი დამოკიდებულია შუქზე. ასტრაფოთ უნდა ჩაგვირთონ დენი. შუქი, იმიტომ რომ აქ ვართ ჩვენ ძალიან ისე დედაჩემი მაგალითად არის ინვალიდი ადამიანი და არის აპარატზე დამოკიდებული. 7 საათზე უწევს შესუნთქვა და უკვე სიკვდილის ქვემდებარი არის. ამიღამდე ჩემ დედას რა ელოდება არავინ მარიცის. სამწუხაროდ სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისგებელი, რომ ამ ხალხს დავალიანება კომუნალური რამენაირად გადაუხადოს, რომელიც შეადგენს 16,000 ლარს და ვინაიდან ამ ხალხმა 16,000 ლარის მობილიზება ვერ მოახდინა და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებს 160 ლარის შეგროვებას გაუჭირდებათ. მე ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს და ტოვითა და განსახლების სამინისტროს და ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი ვალია, რომ რაიმე გამოსავალი იქნას მოძებნილი. მათ გააჩნიათ 15,000 ლარი დავალიანება, კომპანია ითვალისწინებს მათ მდგომარეობას და გადანაწილება შესაძლებელია, მაგრამ ისინი თვითნებურად ყოველთვის როდესაც ხდებოდა მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თვითნებურად აერთებდნენ ამ ელექტროენერგიას და თვითნებურად აზიანებდნენ ასევე ჩვენს ქონებას. მოხდა იქ შესაბამისად დაცვის და ობიექტის დაცვაზე აყვანან, რამაც შესაძლებლობა არ მისცა მათ ელექტროენერგიის შეწყვეტის და შემდეგ დაემუქრნენ ჩვენს თანამშრომლებს და ჩვენთვის ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება არის უპირველესი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღუდგინოთ მათ ელექტროენერგიის მიწოდება.